მოგესალმებით მაესტროზე მაგთიფანის დროა. რაც უფრო უახლოვდებით პროექტის ფინალს, მით უფრო ძნელი ხდება კონკურსის დატოვება თითოეული მონაწილესათვის. შესაბამისად, საკონცერტო დღეს აუთსაიდერების დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობს. აუთსაიდერი რო ვარ, ვერ ვიაზრებ, რა შეგრძნება არის. მე მივხვდები ალბათ უკვე დავდგები სცენაზე და რა იქნება, რა შეგრძნება მექნება. ჯერჯერობით არაფერს არ გამიცდი უბრალოდ რო ვალაგებ ჩემს დასაცმელს, უსიამოვნო გრძნობა არის. ბოლომდე მაქსიმუმი ვერ გავაკეთე ალბათ და მაგიტომ მეორედაც აუთსაიდერში მოვხვდი. იმართლა გითხრათ დღეს მაქვს ისეთი სიმღერა რომ აი ბოლომდე რომ კმაყოფილი ვარ და ბოლომდე რომ მომწონს რა მართლა რომ მაქსიმუმს გავაკეთებ და დარწმუნებული ვარ რომ იმ სათქმეს რაც მქონდა ამ ხნის განმავლობაში მივიტან მაყურებელთან და იქ სხვა ადამიანებთან რა ან მეგვინა ყველაზე მეტად მე არ ვიცი რომელი დავრჩებით. თავიდან მიგრძნობდა გული რომ აუთსაიდერი ვიქნებოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიცი 50-50. მართლა არ მაქვს განცდა რომ არ მე დავრჩები, არ ვიცი. დავანდელო. დღეს პროგნოზი იქნება ესეთი რომ გული დარჩება პროექტში, ვარ დარწმუნებული მაგაში. ვარ დარწმუნებული ვარ რატომღაც ეგრე მგონია. დღეს კი ხუმრობდით ბავშვები რომ ესეთ კითხვა რა მოგცა ამ პროექტმა და მეგობრებიო რა მოცდილებაო რაღაცა ესე ხუმრობდით ვიძახით, მაგრამ მართლა ეგრე არის. ბევრი ადამიანი შევიძინე, ვისთანაც ვიცი რომ მექნება კარგი ურთიერთობა და რა თქმა უნდა ის გამოცდილება რაც არ მქონდა სცენის თუ მუშაობა პედაგოგებთან. ყველაზე მთავარი ეს არის. ყველაზე მეტად რაც სამწყდება გული ის არის რომ ვერ შევძელი ჩემი მონაცემები მეჩვენებინა კარგად. მე კი შევეცადე მაქსიმუმ გამკეთებინა. იმიტომ რომ ხმამ არ შემიწყო ხელი. ანუ რაც აქ ვარ ამ პროექტის განმავლობაში ამაზე ვნერვიულობ. მეთქი ძლივს მეყირსა სადღაც მოხვედრა თქო და ხმა არ მაქვს და რისთვის მოვედით ხომ. და რაღაც იმდენად ხიარული მაინც ვერ ვიყავი და ეს იქნება ყველაზე დიდი გულდაწყვეტა და დანარჩენი ის რომ ეხა ამ სიტუაციას მოვშორდები ესე ვთქვათ, უხეშად ვიტყვი და გარედან რო შევხედავ მომენატრება. გეგმები არ ვიცი, მაგრამ თუნდაც დამინახა და ამით შემოთავაზებს კარგ სიმღერის კუთხით და თუ მისამღერები იქნება ჩემთვის დავილდები პროექტი რომ დამთავრდება და მე ერთად რაღაცებს გავაკეთებთ. ან ანდრისთან ერთად, ან აკისთან ერთად, ან სამივე ერთად, რა ვიცი. ამ ადამიანებთან ერთად მინდა მუშაობა და ლაპარაკიც ქონდა იმაზე, რომ რაღაცა გავაკეთოთ აქედან რომ გავუთ. ნახოთ, ალბათ რა იქნება. ჯერ ნახოთ ვინ გაიმარჯვებს, მე ვის აირჩევენ და ვინც დავრჩებით ცალკე, მე თუნდაც სურვილი ექნება რომ რაღაც ჩემთან ერთად გააკეთოს სერიოზული პროექტი. ეს თანახმა ვიქნებ. მართლა ვიცი ვინ გაიმარჯვებს. მე მგონია რომ გაიმარჯვებს ყიფო. მგონია რომ უფრო დიდი შანსია ყიფოს რომ მოიგოს ეს პროექტი. მე ყველაზე მეტად გამიხარდება ანდრის გამარჯვება. იმიტომ რომ თქვი რომ ძალიან ჯერი მოვალეა. მაგრამ ანდრი არ მგონია რომ მოიგოს. გიორგი იქნება ფინალში, მაგრამ მოგებით რამდენად გაიმარჯვებს, არ ვიცი. ნუ უფრო მგონია რომ ყიფო მოიგოს.
სამწუხაროდ პროექტის ბევრ მონაწილეს ამ კვირაში ყელთან და ხმის იოგებთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა შეექმნათ. შესაბამისად, საკონცერტო დარბაზში რეპეტიცია განსაკუთრებულად მძიმე რეჟიმში მიმდინარეობდა. მე რა თქმა უნდა მინდა უფრო რომ დარჩეს იმიტომ რომ იქედან გამომდინარეც რომ სახლშიც უფრო უკეთესად გრძნობს თავს ვიდრე გური ალბათ შეიძლება ეგრეც იყოს და დღევანდელი სიმღერებიდან გამომდინარეც ალბათ უფრო უკეთესად შეასრულებს მე ასე ვფიქრობ. გამოიფხიკე ხა ყურები თავიდან მიდი დღეს მინდა ტოვებს პროექტს. არც ერთმა არ მინდა რომ დატოვოს პროექტი, ამიტომ ვერ ვიტყვი რომ მე ვინ მინდა რომ დარჩეს. მეორევე მინდა რომ დარჩეს. არ ვიცი, ანუ ვინ უფრო ზუსტად ღერის ჩემი შესაძლებელი არ არის და ნამდვილად არ ვიცი, ანუ მარსვა ყველამ თან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად კონცერტზე ვინ რას იზამს. ვიღაც შეიძლება დღეს ძალიან კარგად ღერის, მაგრამ ძალები ვერ მოიკრიბოს კონცერტზე და მობილიზაცია ვერ გააკეთოს და ვინც ამას შეძლებს ის სიმღერებს კარგად. Everybody, he will hold me fast. I'll be home and then. Everybody, oh, looks so well. And all the answer in my favor. ხალხს მიმართე რა, ხალხს ელაპარაკები. სულ თვალებით. აუთსაიდერებში წარმომიდგენია ჩემი თავი და ის მეორე ადამიანი, ვინც შეიძლება დარჩეს აუთსაიდერებიდან, ვინც დღეს წარსდგება ხალხის წინაშე. მესამე არ ვიცი ვინ იქნება. As a meditation, your chance. In love, you may conceal a curious hand. That's not the shape of my heart. Emotions, it's slow. It's my love.
დღეს უკვე გავიარეთ ყველა მონაწილეებმა საუნდჩეკი, კარგი იყო, იმიტომ რომ ყველაფერი გაკეთებულია უკვე და ხმაც კარგად გვესმის, კულისებშიც კარგი მუხტი არის და მომეწონა დღევანდელი რეპეტიცია, თუმცა იმედი მაქვს, რომ სცენაზე კიდევ უკეთესად ვიმღერ, იმიტომ რომ პირველად ვიმღერე ამ ჟანრს და მეშინია ცოტა, მაგრამ იმედია კარგად გამომივა. კინომუსიკის ტურმა განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია მაგთიფანის კონკურსანტებში. თუმცა მღელვარება არასასურველი შედეგით, რადგანაც ამ ზედმეტი ნერვიულობისა და გამო ზოგიერთი მაგთიფანელის გამოსვლა არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. აი ლიდერთა შემადგენლობა კი კვლავ უცვლელი გახლავთ. ტაშის ხმარისმის, აბა! საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. დღეს გახლავთ მაგთიფანის მე-7 ლაივ კონცერტი, რომელსაც წარმოგვიდგენს მაგთი. ჩვენი პარტნიორები კი გახლავთ რადიო ვინილი, FM 99.7 და სანო სტუდიო. შეასრულებს ომო მარტელაშვილი. From your sleep, drying off your tears. Today we escape. We're scared. Let's wcer rujans. Anger, trust before your father hears us, before all the hell breaks through. რაც მინდოდა გავაკეთე ყველაფერი. მაყოფილი ვარ. ქულები ვერ მივიღე, კაი, მაგრამ ნუ მე მაყოფილი ვარ შეიძლება. მთლიანობაში მე კმაყოფილი ვარ და ცხრიანს გიწევ. Something's telling me it might be you. It's telling me it might be you. All of my life, looking back as flowers go walking back.
თითქოს ველოდი რომ ცოტა მეტი მაღალი დაიწერებოდა, მაგრამ ანუ ვერ შევძელი ის რაც უნდა გამეკეთებინა ალბათ რომ მიმეღო ის მაღალი ფულები და პრეტენზია არ მაქვს ფულების მიმართ. Wider than a mile, I'm crossing you in style someday. Oh, მე დაგიწევებიან, იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი დეტონაცია. you heart breaker wherever you go and I'm going your way. Two drifters off to see the world. There's such a lot of world to see. We're after the same rainbows and wait around the bend. My huckleberry friend. ჩემი თავით მე რა ვიცი მაყოფილი გამოვედი სამწუხაროდ ვერ შევამჩნიე დეტონაციები ერთ-ერთი მომენტი იყო რაღაცა გადაცდენა და ალბათ იმაზეც და ალბათ სხვა ადგილებზეც მითხრეს ანუ სხვა მომენტებზეც უბრალოდ მე სამწუხაროდ სხვაგან ვერ ვიგზავნი თორე ალბათ მეტად ყურადღებით კიდევ იმღერებდი და ჩემს თავარ ის არის სიმღერის ვისიამოვნე ძალიან და მე მგონი მსმენელმა მაქვს მე მგონი რა ვიცი If you need me, call me, no matter where you are, no matter how far. Don't worry, baby, just call out my name. I'll be there in a hurry. You don't have to worry, 'cause baby, there ain't no mountain high enough, ain't no valley low enough, ain't no river wide enough to keep me from getting to you. Remember the day I set you free. I told you you could always ვირსეული ფინალისტი ხარ და გიწერაც. Baby, there ain't no mountain high enough, ain't no valley low enough, ain't no river wide მე enough გიწერს. to keep me from getting to you, baby. No wind, no rain, oh no rain, no winter stop, baby, no baby. ალბათ იყო რაღაც ხარვეზები, რასაც მე რომ ნახავ, რატომაც დამიწერეს დაბალი შეფასებები და მე თვითონ კარგად და He deals the cards as a meditation and lose the place he never suspects. He doesn't play for the money he wins. He don't play for respect. He deals the cards to find the answer. Sacred geometry of chance, the hidden law of the probable outcome. The numbers lead a dance. Articula! Know that the spades are the swords of a soldier. Know that the clubs are weapons of war. Know the diamonds and money for this art. It's not the shape of mine. You are so beautiful.
Can't you see? You're everything I hope for. You're everything I need. You are so beautiful to me. You are so beautiful. I don't wanna talk about things we've gone through, though it's hurting me. Now it's history. I played all my cards, and that's what you've done too. Nothing more to say, no more race to play. The winner takes it all, the loser standing small beside the victory. That's a destiny. I was in your arms, thinking I belonged there. I figure it made sense, building me a fence, building me a home, thinking I'd be strong there, but I was a fool, playing by the rules. The gods may throw dice. მე როგორც ყოველთვის ვერ ვამბობ როგორ ვიმღერე სანამ არ ვნახავ ჩემს ნამღერს. ამიტომ არ ვიცი, უბრალოდ ვიცი რომ ემოციით ვიმღერე, იმიტომ რომ დავიღალე. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ და გავითვალისწინებ ჟიურის წევრების შენიშვნებს. Birds flying high, you know how I feel. Sun in the sky, you know how I feel. Breeze drifting on by, you know how I feel. It's a new dawn, it's a new day, it's a new life for me. I'm feeling good. Fishing say, you know how I feel. River running trail, you know how I feel. Blossom in the trails, you know how I feel. It's a new dawn, it's a new day, it's a new life for me. I'm feeling good. დღევანდელი შემოქმედები თითქოს არ იყო სამართლიანი, იმიტომ რომ ათიანებს ნამდვილად არ ვიმსახურები და არც კაინებს. ალბათ უფრო რიანების უნდა ყოფილიყავი და ალბათ თვითონ უფრო უკეთესიანა მის მოისმინა და არ მინდა და ეგრე გამოსულიყო რა რაღაც ყელითქვა და პლუს ერთი ქულანი ყელითქვა და პლუს მინუს ერთი ქულანი. Memories of lonely days, scars of sorrow on my face, and I knew you are to fly away. Tears are rolling down the sky, and it's time to say goodbye.
Emotions. It's love. It's love. In the motions. In the motions. It's love. It's my love. Memories of lonely days, scars of sorrow on my face, and I knew you are to fly away. Tears are rolling down the sky, and it's time to say goodbye. Yes, I knew you were to fly in the ბათო თუ იქნება ყოფილი ამ შემთხვევაში ესია მაგ ძალიან გამიხარდება და ჩავთვლი რომ მისი ნაწარმოების ზოგადად მიზანს და არს ჩავწვდი. ჟიურის უმაღლესმა შეფასებამ რა თქმა უნდა ძალიან გამახარა და რაღაც მომენტში არც ვფიქრობ რომ ღელავდი და ვერ დავაკვირდი როგორ ვიმღერე, მაგრამ ალბათ ეს კაია რომ დავაკვირდი. Maybe this time I'll be looking. Maybe this time he'll stay. Maybe this time, for the first time, love and hurry away. He will hold me ჟიურისგან ესეთ კარგ შეფასებას არ ველოდი, იქიდან გამომდინარე რომ კარგად მევთვლი რომ არ გამომივიდა სიმღერა, მაგრამ ღმერთის მადლობა ამ ნიშნებისთვის. მივესალმებით ჩვენს უცნობ ანტი ჟიურის. Pizza -1. -1. ძალიან კმაყოფილი ვარ გიწერ 0-ს. მოკლედ ჩვენიერი იყო 0. პრინციპში 0. -1. Pizza -1. Pizza -1. Pizza -1. -2. ანტიჟიურის შეფასებასაც შეეხება მხოლოდ მისი აზრია და მე გამაღლებს მარტივად რო ვთქვა. მე მისი აზრი არ მეხებებს. არა, მის აზრს აქვს მნიშვნელობა მხოლოდ იმ გაგებით რომ შეიძლება გავხდე აუტსაიდერი, მაგრამ სხვა გაგებით მისაც მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს გავხდები თუ რა აუტსაიდერი. აქედან გამომდინარე არ მაღლებს ანუ ზოგადად მისი აზრი. აქ მეორე გაგებითაც, იმიტომ რომ ანუ ერთი ადამიანი ეს არის 10 ადამიანი, 100 ადამიანი მეტი. ჩვენი აუტსაიდერები კონკურს ტოვებს ომო მარგველაშვილი, რომელსაც რა თქმა უნდა აპლოდისმენტებით, ხურვალი აპლოდისმენტებით ვაცილებ. ზედზე და აუტსაიდერობა ძალიან რთული არის და ამიტომ ფიქრობდი რომ ავტომატურად ჩემი ბავშვებიდან გულშემატკივრებ ყველაზე მეტად არის. დღევანდელი აუტსაიდერები არიან გური ბაზიკაშვილი, მინდა მოვიხმოთ სცენაზე, თორნიკე ივანიშვილი, თათია ყურაშვილი. მინდა მოვიხმოთ სცენაზე, თქვენი აპლოდისმენტების თანხლებით ასევე ჩავიყენოთ გოგონეში.
მე უკვე მეორჯერ გადამერჩინეს ბავშვებმა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან გამეხარდა. ვეცდები რომ ისე ვიმღერო რომ მათ ამ გადაწყვეტილების მიღება ყოველ შემთხვევაში ჩემ გამო არ მოუწიოთ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დატოვა პროექტი. ასევე ის რომ გური მეორედ მოხვდა აუთსაიდერებში, მაგრამ ჩემი აზრით ყველა მონაწილემ ღირსეულ ადამიანს, ღირსეულ კონკურსანტს მივანიჭეთ ხმა და უნდა დარჩენილიყო თათია აუცილებლად. კონცერტიდან დაბრუნებული კონკურსანტები რატომღაც სასიამოვნო სიურპრიზის მოლოდინში იყვნენ, თუმცა ეს მოლოდინი უცნაურ გაკვირვებად გადაექცათ. 9 კონკურსანტი მოვიდეს გარეთან. Боже мой, да, боже мой. მე არ მაჭამეს სვეჭი რა. მედლები უნდა დავყიდო. არა, მიხარო და რატომ ვიყავი შენ? მედლები უნდა დავყიდო. მედლები არა, ეს პატლესებს აღარ ალბათ ჩვენი მითები იქნება. ცაფცაფ. ნება არ არის. ცაფცაფ არ არის. ეხა დაბრუნდით უკანა ვეფხვი. Happy birthday to you. Happy birthday to you. Happy birthday dear Papa. Happy birthday to you. კონცერტის მერე რომ შემოვედით სახლში, გვეგონა რომ ვარსკას შეგვახვედრებინა, იმიტომ რომ მის დაგადების დღე იყო. ჩვენ თავი მოვიყარეთ შემოსასვლელ კართან, რაღაც მუსიკები ჩაგვირთვეს, ქვაც ვეყვეს, რაღაც სალსა იყო თუ რაღაც იყო, რა სიმღერა იყო. ხო, გვამღერეს კიდევაც ჩვენ დავწერთ Happy birthday to you თუ რაღაცა და ეგ არა სხვაო რაღაცა. მე ის სამინა ამინა ჰე ვაკა რაღაც ჩაგვირთვეს რაღაც. მოკლედ გვაპამპულავეს. კარგად გაერთნენ და კი მასხარები გავხადეს. კი, მე რა ზევით საბოლოო ჯამში დაგვახვედრეს ძალიან დიდი სიურპრიზი. ესე იგი ამოგუშვეს ვოკალის ოთახში. რაღაც ჩვენ რაღაც გეგმავთ რომ თუ ასკა როგორ დავხვდეთ რაღაც როგორ დავაკეთოთ და ჩავდივართ. ას გავსახლი აიმე. საშნელება იყო. ვერ გაივლდი დერეფანში ნორმალურად რაღაც ძალიან დაყრილი იყო ყველაფერი და იმას ვაკეთებდით соус, ტომატის соус ისმისთვის, მაკარონისთვის და მიმოწუწული. კი, რომ დავიძინე ყური მაკარონში ჩავდე, ესე რომ გადმოვტრიალდი. ამას გააკეთებ. ეს არის ამას თუ გონია დავალაგებ. ჩვენ ასკას ვალოდებოდით. ჩემები რატო ყრია? საიმე კეჩუპი. ძალიან დიდი მადლობა ტრბე. ამი რა ეს დადიდო ჩემი ეს. თავიდან ყველას გაეცინა და მე რა ყველა წუწუნებდა, იმიტომ რომ საშინელება ამდენი ოთახის დალაგება. მართალია ყველა თავის ლოგინს ხედავდა და ისე, მაგრამ სამზარეულოში ისეთი ამბავი იყო, რომ აი
ვერავის ვერ ცნობდა რომ შევდიოდით იქ. აუ ბიჭის არის მგონი ვეღაცის რაღაცა რა ეს ისია. ნახე რა ჩემი გადმოყარეთ ამდენი. ბიჭი მოვიდეს ახლა აქ ვინმე. ვისია. შე ისტერიული სიცილი ქონდა და ეხაც გამოყვანკონი. უაზროდ რაღაც. თუ არიცი რა გააკეთო. ბიჭებო! თქვენი რაღაცებია ჩვენ და იმედია ჩემი ლიფი თქვენთან არ არის. აი ეს ვისია. ცამცამ როგორ ახარ? არა ძალიან მშვენიერი იყო რომ ჩემი ბიუსხალტერი თქვენთან იმყოფებოდა რა. ძალიან გამიხარდა ეგ ფაქტი. დიდი სიურპრიზი იქნებოდა თქვენთვის ალბათ. ორი სოციწუთი იყო და ორამდე უნდა მოგვესწრო, ხო? ყველაფრის დაალაგება. მგონი მოვასწარეთ რა. ის ძირითადი ჭუჭყი რაც იყო, ის მოვაშორეთ და დანარჩენი. ერთ-ერთი თორნიკე დაისაჯა მგონი. ხო. რატო დაისაჯა ვერ მეხუთი? იმიტომ რომ ამ დანარჩენები რაღაც ვალაგებდით და თვითონ იწვა საწოლში და რაღაც მუსიკებს უსმენდა და ალბათ მაგიტო. და მაგის ლოგინი არ იყო ანგრეული? ალბათ მიალაგა მანამდე და დაწვა. კაი.